დღეს TikTok-ისა და YouTube-ის დაპირისპირების მესამე ეპიზოდს იხილავთ ამ ორი უდიდესი პლატფორმის ჯახში. საერთო ანგარიში ერთით-ერთია და დღეს გავარკვევთ თუ ვინ გაიჭრება წინ და ვინ დაწინაურდება. TikTok-ის გუნდს წარმოადგენს გუგა, ოთო და მარიამი, ხოლო YouTube-ის ღირსებას დაიცავს ამიკო, ქსენსუსა და ჯეომაინერი, GameTopia და ცოდნის პორტალი. ფაქტიურად 5 ადამიანი გეთამაშებათ დღეს თქვენს წინააღმდეგ. ძალიან რთული დაპირისპირება გელით, მაგრამ მე გულშემატკივროთ ორივე გუნდს, ნახოთ ვინ გაიჭრება წინ, მაგრამ გეტყვით რომ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1000 ლარი. მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს, სადაც წარმოადგენს ამბასადორს, იმისთვის რომ გვაძლევს საშუალებას რომ ასეთი გენიალური კონტენტი შევქმნათ თქვენთვის და ასევე მადლობა ჩემს სპონსორს Credo Banks. ფორმალურად კი ვირჩევთ ხოლმე, მაგრამ შეგიძლიათ რაღაცა კონკრეტული სახელებიც შეირჩიოთ გუნდებისთვის. ამას სახელს ხო არ მოიფიქრებთ? The Boys. The Boys და The Girls. ვარსკვლავური სამეული რო ვიყოთ? ბაზარი ვიყოთ, აი ვარსკვლავური. ვისით ერთობა ქოს ვათხოვებ. ფორმალური სახელებიც გვაქვს The Boys-ი, ვარსკვლავური სამეულის წინააღმდეგ და ახლა გთხოვთ თითო თქვენგანი რომელიმე პირველი წარმომადგენელი რომ მოვიდეს. სანამ ეს ხალხი კითხვას მოისმენს, თქვენ შეგიძლიათ ასეთი გემრიელი სასმელი სომერსმი მიირთვათ, გაგრილდეთ და გეტყვით რომ ძალიან ბევრი კითხულობს, სად შეიძლება რომ შევიძინოთო და ამ უგემრიელი სასმლის შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა სუპერმარკეტებში, ნიკორაში, კარფურში, გუდვილში, ლიბრეში და ასე შემდგომ ამონათდება სია, სადაც მიხვალთ და დაგხვდებათ აუცილებლად მიირთვით ჩაციებული ყინულთან ერთად. სანამ პირველ კითხვას გავაჟღერებთ, ძალიან მოგწონთ ეს კონტენტი, ამიტომ გთხოვთ რომ ლაიქებითაც გამოხატოთ და ლაიქეთ შემდეგი ეპიზოდი გეოლდებათ 10,000 ლაიქზე. კითხვა ნომერი პირველი, მზად ხართ? დაასახელეთ ყველაზე მარტივი კონტენტი, თუ გინდათ რომ გამომწერები მიდი, ვიცი. ყველაზე მარტივი კონტენტი თუ გინდათ რომ გამომწერები მოგემატოთ. არ ვიცი, შეიძლება TikTok-ის განხილვა, რადგან YouTuber-ები ხშირად TikTok-ერებს განეხილავენ. TikTok ვიდეოების რეაქცია. გასაგებია, მივიღებ ასეთ პასუხს, ახლა დავასრულებ ამ კითხვას და კითხვა მდგომარეობდა და ასახელეთ ყველაზე მარტივი კონტენტი, თუ გინდათ რომ ჩემომაინე მართალი ბრძანებით, გამომწერების სწრაფად მოიმატოთ. პლატფორმას მნიშვნელობა არა. პლატფორმას მნიშვნელობა არ აქვს და შენ გაცემული პასუხი არის რა თქმა უნდა რეაქციები ზოგადად, არა მარტო TikTok. მაგრამ არის მესამე ზოგადად რეაქციები, მაგრამ ქსენსუს აღო მეოთხეზეა. მეხუთეზე ყოფილა, მაბატიეთ. ეს რომელ პლატფორმაზეა? ნებისმიერ პლატფორმა იგულისხმება და არის 8 სწორი პასუხი. მე გეტყვით რომ ამ კითხვას აქვს ისტორიულად ბევრი პასუხი, 9 სწორი პასუხი აქვს. ამიტომ მარიამ, შენ თუ ახლა ისეთ პასუხს დააფიქსებ რომ 5 ზემოთ აღმოჩნდება, შენ გადაწყვეტ კითხვა წაიღო თუ არა. რა იქნებოდა? მუკბანგი. გასაგებია, მუკბანგი. ჭამასმის კონტენტი. მუკბანგიო, ზუსტად სწორად ეგრე. დიახ, ეს არის პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა. 40 ადამიანი იძახის ჭამასმის კონტენტს, წაიღებთ ალბათ, ხო? დაუბრუნდეთ თქვენს ადგილას. ჯერჯერობით იდეალური სტარტი გაქვთ, თუმცა 7 პასუხია დარჩენილი. ახლა ოთო ამბობს ერთს. მე ორი ვარიანტი მაქვს. ერთი თქვი. მეორე შემოინახე. მოგზაურობა. მოგზაურობა ძალიან კარგი პასუხია. არის ასეთი პასუხი, მაგრამ არის მეოთხე ადგილზე ასევე 8 პასუხით. ვაგრძელებთ ჯერჯერობით უშეცდომოთ გუგა. Unboxing-ი შემიძლია? მას შეგიძლია unboxing. მაშინ იყოს unboxing. არა შენ რას ფიქრობ რომ unboxing-ით უნდა unboxing. სწრაფად მოიმატე? ეხლა კაც რომელსაც 400,000 გამომწერი ყავს, როგორ შეგიძლია რომ შეეკამათო და რა თქმა უნდა არის ასეთი პასუხი. მეორე ადგილზეა unboxing-ი 12 სწორი პასუხით. მარიამ, გაგრძელებთ ასე შეცდომოთ და ასე დაჩაგრავთ პირველივე კითხვაზე YouTube გუნდს, მე მეჭერო მეგობრებო. მარიამ, თქვენი აზრით, კიდევ რა შეიძლება რომ იყოს? Get ready with me. Get ready with me. აი აქ რაბანა რო იყოს, იდეალურად გაახმოვან და მაყურებელმა იცის რატომაც. რატო არ იყო Get ready with me? რატო არ იყო? ჩაწყობილია. და არის ასეთი პასუხი ზუსტად Get ready with me. იმენა TikTok-ზე იკითხეთ ხო ეგ რაღაცეები? და არის 6 სწორი პასუხი. რა გიკითხავ TikTok-ზე? აბა, ნო YouTube-ზე უყურებს მაგას არ ამიკო, ნახე, ჯეკიდე სანამ. ლაშა მოგისყიდეს ლაშა. ჰა TikTok-მა რამე გადაგიხადა? ესე იგი, კითხვა იყო ნებისმიერ პლატფორმაზე რით შეიძლება რომ მარტივი კონტენტი, აი ყველაზე მარტივი. ყველაზე ცეკვა. თქვენ ცეკვავთ ისე? მე კი ძალიან დიდი ხანი.
და რამდენი გამომწერი მოგემატათ რო გითხრათ? დაახლოებით 14. 14,000 თუ 14? 14. მართალი ბრძანდებით. ცეკვა არის მერვე ადგილზე 6 სწორი პასუხი და დარწმუნებული ვარ ეს 6 კაცი მაგ 14 კაცი შედის. თავისთავად მოვიკითხავ იმას. კარგი. ჩელენჯები იყოს ჩემი პასუხი. ჩელენჯები. აი, გარი. შანსი არ არის. რო არ იყოს შანსი არ არის. არა, წეგან ოთო მეუნებოდა რომ კამერაში არ გამოსა. ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, ხო? ხო, რა? აი, ჩემი ლამაზი თვალები კითხულობს და აქ ჩელენჯებს ვერ ნახულობს. სამწუხაროდ პირველი შეცდომა. ჯერ ერთი შეცდომა გაქვთ, ნუ ნერვიულობთ, მარიამის ჯერია. Get ready with me-ში ჩაცმის გარდა ყველაფერი გულისხმება. აი, ზუსტად ეს ეწერათ, get ready with me. ეგ შენ უფრო უნდა ჩემ ჩანთაში გადევს კონტენტი. ნახე, შეგიძლია პასუხი დააფიქსირო. თუ თემატური პასუხია, მე გეტყვი რომ ანუ ეს თემატური პასუხია და შეცდომას არ ჩაგითვლი. Okay, ანუ თუ არის, make-up-ი და სახის მოვლა რა, მაგაზე მაქვს საუბარი. Beauty-ის მიმართულებით. Beauty მიმართულება. რა თქმა უნდა მივიღებ. და მე მეგობრებო, YouTube-ის მხარეს ძალიან გამიხარდებოდა, იმიტომ რომ მეორე შეცდომა ეს უკვე შეჯერობით. როგორ იწყებს ეს სულ როცა ვიტყუებით ანუ ცუდ პასუხს ახერხებს? არა უშავს. არა უშავს, მაგრამ უნდა დაკლაჩო ერთი პასუხით რომ გამოიცნო ძალიან ციხე. გასართობი კონტენტი, ესე ზოგადად რო თქვა. გასართობი კონტენტი ძალიან ისე ყველა ამიტომ უნდა დააკონკრეტო. მაშინ დამაცადეთ. Gaming. ჩემი რაღაცადე რა ჩემი ზმა რა. გაროჩე რა. ამ გეიმერ ხალხს ეს გეიმინგის პასუხი როგორ წაართი? შემოთო არის ასეთი პასუხი. რა თქმა უნდა, მე-9 ადგილსანი გამოიცანით 3 სწორი პასუხით. ასე რომ კიდევ აქ ჯერ აგრძელებს თამაშს. გუგა. 2 პასუხი დარჩა მარტო. აი პროსტა საუნდებით რო იღებენ, აი უბრალოდ საუნდებით რო იღებენ. უხმო კონტენტი ტრენდულ მუსიკებთან ერთად, ხო მართალი ვარ? და არ არის სწორი პასუხი. არა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი თამაში გქონდათ. ეხლა საკითხავია იმ ორს გამოიცნობენ თუ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონტენტი გაცხრილეთ. ახლა თითო ვერსია, ამიკო შენ გაუჟღერე. ერთი ვერსია მარტო მაინერს, ქსენსუსაც ერთ ვერსიას იტყვის, კარნახი და ჩურჩული აღარ შეგიძლიათ და მაინერე გადაწყვეტს. ჩემი აზრით მანქანების თემატიკა. მანქანების კონტენტი, ფრენკები ალბათ. ფრენკებიც გასაგებია და მაინერ შენ შეგიძლია ერთი მეორე რომელიმე არჩიო ან საერთოდ არც ერთი არ არჩიო და შენ დაასახელო. მე აქედან მიმართავ მაყურებელს, რომელიც ამ ვიდეოს უყურებს. შეიძლება ჯერ არ დადებულა, მაგრამ 60-თან არხზე დაიდება ძალიან კარგი ფრენკი. და შესაბამისად ჩვენი გუნდის, ასევე როგორც ქსენსუსას მხარდაჭერის თვალსაზრისით არის ფრენკი მეგობრებო. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ აი ბლომად ქულები შეგვიგროვეთ. კარგია. არაფერს გაიხარ. მოგწონთ პასუხი? არა, არა, მე არა. მე გეტყვით რომ ამას ადამიანში არც ერთი არ ასახელებს ფრენკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის არასწორი პასუხი და 83-ით 0. მესამე ადგილზე იყო პოდკასტი და მე-6 ადგილზე გახლავთ სიშიშვლე გამომწვევი კონტენტი. კითხვა ნომერი 2. დაასახელეთ ნივთი, რომელსაც აუცილებლად წაიღებდით თუ უკან წარსულში იმოგზაურებთ. სათს. ახ ბიჭო. ამ კითხვას აქ 6 სწორი პასუხი და რანაირად მოხდა რომ ვერც ერთი ვერ გამოიცა. არ არის? მაგარი სტრონი. არ იყო საათი? არ არის ასეთ პასუხი. უყურე, დაასახელეთ ნივთი, რომელსაც აუცილებლად წაიღებდით თუ უკან წარსულში იმოგზაურებთ. ტელეფონი. ტელეფონი გაგახარა ღმერთმა პირველ ადგილზე არის ტელეფონი. სავარაუდოდ არ დაიჭერს, მაგრამ იყოს ჟანდაბას. სუხე რატო თქვი საათი? ბიჭო რავი ანუ რას იზო? Apple Watch რო წაიღე ყველაფერი გაქვს რა. Apple Watch. სენსუსაც ვიცნობ, სენსორს ფორა მოხდა. მე Apple Watch-მა გადამარჩინა, გაიგე, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავიდე, სულ წავიღებ. გასაგებია. და მაგიტო თქვი საათი. თითო პასუხით დავიწყოთ. აი რაღაცა ლატარიას ბილეთს რა, რომელიც უკვე ვიცი რომ მოიგო და გასაგებია. მაგარია. ძალიან მაგარი პასუხია და მინდა გითხრა რომ 8 ადამიანი გეთანხმება, იმიტომ რომ მატჩის ან ლატარიის შედეგები და მე-4 ადგილზე არის ასეთი პასუხი. გიოცავს? 4 პასუხია? 6 პასუხია. ფოტოაპარატს ავიღებ. ფოტოაპარატს წაიღებ. ნებისმიერ რამეს ტელეფონის გარდა ერთად შეუძლებელი იმ კადრების დაფიქსირებას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ან კარგ ფოტოებს იღებთ თქვენ. მე? დიახ. თავისთავად. და ამიქაც კარგ ფოტოებს გადაიღებთ, ხო? თავისთავად, ვეცდები. ძალიან კარგი. 21 ადამიანი ამბობს ფოტოკამერას ან ვიდეო კამერას. რაღაც ფოტოაპარატს წაიღებ და მეორე ადგილზე არის ეს პასუხი. ბატონო გუგა,
საათი თქვა ხო? საათი უკვე სამწუხაროდ. კედლის საათს ავიღებდი, კაი. საათი თქვა და მაჯის არ თქმულა. მაშინ წამზობს, ოკეი? ბოლოს იცინის ის, ვინც იცინის ბოლოს. გავიჩინე ბოლოსაც. უსასრულო დრო არ გვაქვს, ამიტომ ეხა ჩაითვება 20 წამი. 20 წამი უფრო სწრაფია ვიდრე სტანდარტული 10 წამი. რა თქვა, არ ვიცი, აი. რამე თქვი? რამე რაღაცა. საფულე იყოს პროსტა ვიძახი, არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. საფულე? აი ამ პასუხს ელოდებოდი? ნუ ფულს კი, მაგრამ საფულეს არ. მაგრამ ფული უნდა ჩავთვალო, იმიტომ რომ საფულე ისე ხო არ წაიღებს საფულეს რა. თუმცა არ არის ესეთი, არც ფული, არც საფულეა, ერთ შეცდომა მარიამი აგძელებს. ანუ ყველაფერს აღებს ხრება მაგ? ყველაფრის რა. მანქანას წავიღებდი. შვენიერი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მანქანას წაიღებდა მაგრამ არავის არ მოაქვს. საერთოდ არ არის ეს სწორი პასუხი, მეორე შეცდომა. წარსულში მივდივარ ნებისმიერ დროს, ხო? აქ არ არის დაკონკრეტებული რა. ხო, ან ნებისმიერ დროს მივდივარ, ხო? ესე იგი, ფოტოაპარატი მიმაქვს, ტელეფონიც მიმაქვს, რა ვიცი, ჩანთას წავიღებდი, რომ რაღაცები წავმეღო უკან. გასაგებია, მივიღებ ამ პასუხს ჩანთან. ხელი ჩამოართვი რა ჩემს რა. ბარგისთვის რაიმე, თუმცა ნახეთ, თქვენ კითხვა არასდროს აღიქვით, ჩემო. თქვენ წარსულში რომ მიდიხართ, იქიდან მოდიხართ თუ არ არის? მაშინ რაღაცა კომუნიკაციის პრობლემა იყო, თავიდან დავაფიქსირებ. და არ არის ეს სწორი პასუხი. რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვა გადადის YouTube გუნდთან, 80 ხულა გაქვთ ისე სხვათა შორის დაგროვებული მიუხედავად ამ სამი პასუხისა. მე ერთი ვარიანტი მაქვს, რომელსაც ვეთქვი ჩვენი გუნდის. შეგიძლია გაუჟღერო? თან ლოგიკასაც ავხსნი და ანუ რაიმე ისეთ მის, რაც დაადასტურებს იმას, რომ მე მომავლიდან ვარ. იმ ხალხისთვის, ვინც წარსულში იყო, შეიძლება ძალიან ძველი იყოს. ანუ კონკრეტულს ესე ვერ ვთქვი, იმიტომ რომ აი, ჰოვერბორდი იყოს, რა ვიცი. არა, კომპიუტერი. ანუ რაღაცა ნივთი, რაც დაადასტურებს. კაი, ამის ვარიანტი არის, ერთსა, შენი ვარიანტი არის ჰოვერბორდი, ხენს არის კომპიუტერი. ეხა ამიკოს თავაზობს ხენსუსას ერთს კიდე. და მამ სამიდან რომელიღაც აიჭებს. ხან ჩემთვის ხა წარსულში წასვლა ასოცირდება ძალიან ძველ დროსთან რა და ეგრე რა. ფილმებში და რაღაცებში ხა რაც მოხდა ნახე თავის გადარჩენის თემა არის უკვე მაგრამ და ანუ იარაღი ასანთი რაღაც ეგრეთ რაღაცაზე იარაღი გასაგებია მიღებულია იარაღი ჰოვერბორდი კომპიუტერი ამ სამიდან ერთი და ძალიან მომეწონა იარაღი რა просто უბრალოდ იმას ფიქრობ მარტო ცეცხლსროლი არ აქვს და გასაგებია იარაღი ზოგადად იარაღი მიღებულია ეკოს უბრალოდ იმას ფიქრობ რომ ანუ თუ ტელეფონი იყო შეიძლება კომპიუტერიც იყოს, მაგრამ იარაღი უფრო მომწონს. იარაღს აფიქსირეთ. იარაღს ვაფიქსირებ. მივიღეთ ეს პასუხი და მე მინდა გითხრათ, ამ სამი პასუხიდან მხოლოდ ერთი იყოს სწორი. კომპიუტერი იარაღი ხო ცოტა კომპიუტერი იარაღი. არა, იარაღია. მე ხელს ჩამოვართ მე სესუსას რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და იარაღი დააფიქსირა და იარაღი არის თან მესამე ადგილზე 13 სწორი პასუხით რაც იმას ნიშნავს მეგობრებო რომ 93 ქულა მოიპოვეთ თქვენ 93-ით 83-ია ლაშა ერთი წუთი ოთო ჰა მეხუთე პასუხი მეგობრებო გახლავთ წამლები და მეექვსე პასუხი არის ისტორიის წიგნები. კითხვა ნომერი 3. ჯერჯერობით მართლა დაძაბული ჯახია. სათაურს ამართლებს თქვენი დაპირისპირება. დაასახელეთ რომელი სუპერძალა გექნებოდათ. პიტიოთო გაქრობა შემეძლებული. გაქრობა ძალიან კარგი. და რა თქმა უნდა არის ასეთი პასუხი რომ გაქრა უჩინარი რო გახდე. მაგრამ არის მხოლოდ მეხუთე ადგილზე. ასე რომ 8 ადამიანი ძახის. არა, ძალიან პრაქტიკულია გაქრობა. კი, ძალიან პრაქტიკულია. რომელიმე ზემოთ თუ დააფიქსირებ, თუ ზემოთ ფრენამაში. აუ, ნამიო კი ვაშკარა. არა, ნუ უფრო მაღალია ახლა აშკარა. 19 ადამიანი ძახის ფრენას, მეგობრებო. 19 ადამიანი მესამე არის ფრენა. წაიღებთ? აუვისთავ. მაშინ დაუბრუნდეთ. თქვენი ვერსია. 1. მირიგუგა? აზრების კითხვა. აზრების კითხვა. მე მაგალითად ამ პასუხს არ დავაფიქსირებდი, გამოკითხულს შორს რო ყოფილი. მე ისე შემიძლია აზრების კითხვა. მაგრამ ეს პასუხი არის რა თქმა უნდა და პირველ ადგილზე არის 24 გადაობს აზი ხარ გაბოროტებულია ხალხი? აზი ხარ ხოსა? მარია ტელეპორტაცია მაგიური შესაძლებლობები არის ასეთი პასუხი მეორე ადგილზე 21 სწორი პასუხით. ოთო გისმენთ? ჩემი ვარიანტი არის სუპერძალა. რომელი? აი სულიერი რა. აი ჯაჯაზერო. გასაგებია. მივიღებ ამ პასუხს და სამწუხაროდ პირველი შეცდომაა. არ არის ესეთი პასუხი. კაი, სიჩქარე იყოს რა.
სიჩქარე, აი კაი თქვა ძალიან. მართლა ძალიან კარგი პასუხი თქვა. მაგრამ არ არის. მოკითხვა იმოთხ ადამიანს, ვინც სუპერ სისწრაფეს აფიქსირებს, მეშვიდე პასუხი არის სუპერ სისწრაფე. ძალიან კარგად მიდიხართ ჯერჯერობით. მარიამ, თქვენი ჯერი მოვიდა. ზომის შეცვლა რა, ანუ გადიდება და დაპატარავება. მივიღებ ასეთ პასუხს. მართალი ბრძანდებით? არა, მაგრამ აი მაგაში მართალი ხარო, არ არის ეს სწორი პასუხი. ახლა ოთომარ უნდა დაუშვათ შეცდომა. სხვათა შორის მეოთხე პასუხს ჩემდა გასაკვირად. 19 ადამიანი აფიქსირებს. ყველაფერო კარგად იყოს, ეგეც სუპერძალა. Apple Watch. თქვენი პასუხი არის ბიჭო, იმას არ ვიცი, კაი, დროში მოგზაურობა. წარსულში წახვიდოდით თუ მომავალში წახვიდოდით? სადაც მომიდრეობა. სადაც მოგიდო, იქ წახვიდოდით? რო დროში თუ მოგზაურობა? სავარაუდოდ. ამ გამოკითხვის დროს 19 ადამიანი დროში მოგზაურობას წერდა, ზუსტად იგივეს ფიქრობდა, რომ სადაც მინდა წავიდოდიო, იმიტომ რომ მეოთხე საოცარი. დროში მოგზაურობა. ეხლა მე ვარ. სმეშ. და ერთი პასუხი დარჩათ. ეგრევე ვიტყვი, ქსელი რა. ქსელი მგონია, ხო, ქსელი მგონია, რომ იქნება, იმიტომ რომ სპაიდერმენი ყველაზე ცნობილი სუპერგმირი, როგორ არ ვე. 3W XXX. მე ჩამოგართვებთ ხელს, იმიტომ თქვენ მიეცით შანსი, რომ YouTube-მა გუნდობთ კლიენტს აგარდოთ 100-ვე ქულა, იმიტომ რომ ერთი პასუხია მარტო დარჩენილი. ეს ერთი პასუხი არის ერთი წამით უკვდავობა. გასაგებია. თქვენი ვარიანტია უკდავობა, მაინერ რას თავაზობ ამიკოს? კაი, რადგან ამდენი ვიხუმრე ამ იმაზე, უჩინარობაზე, რენტგენის მხედველობა. სკანირება, X-ray vision. ის ხო იყო პირველ ადგილზე, რომ ხარ აზრების კითხვა შემეძლოსო. რადგანაც ხალხი ეგრე წავიდა, ვფიქრობ, ფულის გაჩენას მოუნდებოდათ მაგალითად, რომ ფული გავაჩინო და რაღაცა ეგეთ. მაგას ვიტყვი, რომ ეგ ძალა კონდეს ვითუმ რა და მაინც ქსნოსოს დავეთანხმები, მაგრამ ეს ჩემი აზრი დავიფიქსირე მაინც რა. გასაგებია. და უკდავებას ირჩევთ. ერთი პასუხია დარჩენილი, სულ არის 7 პასუხი, 6 გამოცნობილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ან 95 ქულას წაიღებს TikTok გუნდი, ან 100-ვე ქულას, იმიტომ რომ ერთია დარჩენილი, მოგპარავთ ჩვენი YouTube გუნდი. და ამ ყველაფერს გავიგებთ რეკლამის შემდეგ, არა, ხუმრობ. თქვენ მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად უშანსოთ იყავით, რადგან თქვენს მიერ გაჟღერებული არც ერთი ვერსია არ იყოს სწორი პასუხი. რაც იმას ნიშნავს, რომ 95 ქულა დარჩა ისევ TikTok-ის გუნდთან და ეს სწორი პასუხი გახლავთ ტელეკინეზი, ანუ საგნების ჰაერში კაც. აი ეგ რატო უნდა თქვა? ქსელია, მაგითხარი შეჭივა მე. სანამ მეოთხე კითხვაზე გადავალთ, თუ ახლა მიყურებს ისეთი ადამიანი, ვისაც ხშირად უწევს და ყოველთვის აბარებენ თანხის აგროვების პროცესს და ეს პროცესი არც თქვენ არ მოგწონთ ჩემსავით, მაშინ გამოსავალი ვიპოვე მეგობრებო, MyCredos აპლიკაციაში არის ახალი ფუნქციონალი თანხის აგროვების პროცესის MoneyPot, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგნაირად, უბრალოდ ერთი ბმულის შექმნა არის საჭირო და ამ ბმულს უზიარებთ თქვენთვის ასრულ ადამიანებს ნებისმიერ ჯგუფში. თავისუფლად შეუძლიათ რომ ადამიანებს გადმორიცხოთ პირდაპირ ის თანხა და ყოველგვარი აღწერის, ნოუთებში ჩაწერის და ჩანიშნვის გარდა 5 წუთში აგროვდება თქვენი თანხაც მეგობრებო. კითხვა ნომერი 4. აი ეხლა მაგარ მუღამში ვარ. დაასახელეთ რაიმე, რაც შეიძლება გააკეთოთ სამსახურში, როცა უფროსი არ გიყურებთ. მაინერ. თქვენი ვერსია. მაგიდაზე ფეხების აი ესე შემოწყობა რა, იმ ქუდმა გამახსენე. გასაგებია. გადავაჯვარდნოთ, შემოვაწყოთ. თუ შეიძლება თქვენი პასუხი რომ ახსნათ, რას გულისხმობს ფეხების გადაჯვარდნება. რა მიზნით აკეთებთ ამას, რომ? ანუ დაისვენო, ანუ რო არ გააკეთო ის რა არის ასეთი პასუხი, არის ასეთი პასუხი, დასვენება, არაფრის კეთება. ანუ აი წამოვიდეთ. გასაგებია. მეშვიდე პასუხია. ამიტომ თუ თქვენ მაინც გაარტყავთ რომელიღაცა ერთ ზემოთ, მაინც თქვენ წაიღებთ. ჭამოვან დავლიო. ჭამოვან დალიო. და არის ასეთი პასუხი მეხუთე ადგილზე. 8 ადამიანი ძახის ჭამას ან დალევას ძირითადად ალკოჰოლს უკავშირებენ, ასე რომ წაიღებთ ამ კითხვას. ყველა კითხვა წაგართოს ბიჭო. წავიღებთ აბა რა შეიძლება. მაგრამ არ არის მარტივი. გუგა აგრძელებს. დასვენებაში ძილი შედის? დასვენება არაფრის კეთება. ძილი არ შედის ამ იმაში რა ქვია. თემატური პასუხი არ არის. იმიტომ რომ ცალკე არის ასეთი პასუხი. მესამე სწორი პასუხი 12 ადამიანი იძახის. რა, ძილი? მარიამ. არა, თავარი არის. სკროლვა. კი, აბა რა, ყველს მარტივია. აი სკროლვა რომ დაესახელებინა მაინერს. იქნებოდა პირველზე. აზრი არ ექნებოდა მეორეს პასუხის გაცემას, იმიტომ რომ პირველ ადგილზე არის სკროლვა, მეგობრებო. სკროლვა ან ვიდეოების ყურება, აი ტელეფონს რაც პროსტა პოსტების სკროლვა, რაღაცა ვიდეოების ყურება ვიდეოშიც.
ოთო ვაგრძელ. შვენიერი. ფილმს უყურებდი ან ვითამაშებდი რამე თამაშს კომპიუტერში? ფილმის ყურებას მივიღებ, არის მე-4 ადგილზე ფილმების ან სერიალების ყურება. შვენიერი, მადლობა ვაშა. დიდი მადლობა. ტაკ და ისევ გუგა არის. მე მგონია რომ ვიღაც მაინც მუშაობას იტყოდა რა, მაინც იმუშავებს. მაინც იმუშავებს. გავაგზელებ. აი ძმაო, პატიოსანი ადამიანი, მაგრამ შესავალი პატიოსნები არ არის. თქვენ კენ არის. არა, ერთი შეცდომა გაქვთ ჯერ, ერთი შეცდომა გაქვთ. მარიამ პირველ შეცდომას ვსუმე ვიკიდებ ხოლმე. ავიცი რა, ერთი ესეთი აზრი მაქვს, მაგრამ ზოგი ესე ეძახის, ზოგი სხვანაირად ეძახის და აუხსნით თუ შეიძლება რა. ანუ აი შესვენებაზე გასვლა, მაგრამ რა კუთხით, იცი, აი გარეთ რო გაბოდიალდე, ემოციო შემოხვიდე ან რაღაცა გააკეთე. როცა არ გეკუთვნის, ჩვენ ენაზე გეტყვი, ვის საჭკაოთ? გასაგებია. მივიღებ საჭკაობას, მეგობრებო. მაგრამ არ არის ეს. ხელი შემოთმოთ, ცუდი ამბავია ხოლმე. მეორე შეცდომა, ხელი ჩამორდება ცუდი. და ახლა ვნახავთ, ოთო დაკლაჩავს თუ არ დაკლაჩავს? აი თამაში ვთქვათ რა, გართობა. თამაში. გართობა ხო? და კონკრეტულად. არის ასეთი პასუხი თამაში, მეგობრებო. მეორე ადგილზეა 16 ადამიანი თამაშობს ხოლმე, როცა უფროსი არ უყურებს. არის თამაშობთ, მეგობრებო. ერთი დარჩა ბატონო გუგა. და შეცდომაც არა. გამოვშვით. მუსიკის მოსმენა. მუსიკის მოსმენა. არ მინდა რა. არ ჩავმართოთ, შენ სულ არასწორზე მართვე ხოლმე. და არ არის ეს სწორი პასუხი. რა გინდა, ხელი რომ მოგუყვე, ხდები რომ გუგა. არ არის ასეთი. ჩვენ განაცამოვა პატივისცემას, მოეხლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პასუხია დარჩა, თუ თქვენ გამოიცნობთ ჭორაობა ლაპარაკი. ისევ პოტენციური ის ლაპარაკი არის ან თანამშრომლობთან ან ჭორაობას აფიქსირებს. ამიკო სენსუს. სიგარეტის მოწევა რა, რაღაცები. მაინე, ერთს ირჩევთ, მეორეს თუ სხვას აფიქსირებს. ჟესტიკულაცია რაღაცნაირი შეიძლება ვერსიად ანუ უფროსი როცა არ ხედავს, ანუ რომ გადის ოფისიდან და შენ აჩვენებ რა. მე მაინერას ვერსია მგონია სწორი. რომელ ვერსიას აფიქსირებს YouTube-ის გუნდი და ეს არის იყოს ჭორაობა და არა შუათითის ან რაღაცის ჩვენება. ან ერის გამოყოფა. მე მაგას ვფიქრობდი. მე მინდა გითხრათ, რომ ამ სამი პასუხიდან ერთი იყოს სწორი პასუხი. მაგრამ მოდი მე ჩამოგახსნა ვაშა. განა უფროსი წავიდა. შეიძლება ჩამოგახსნა რა პრობლემა. ხო და მაგრამ და ეს არის ჭორაობა, მეგობრებო, 100 ქულა წამოიღეს, ყოჩა. გილოცავთ. 178-ით 193-ით ცოტათი გაიჭრა წინ YouTube-ის გუნდი და გადავდივართ მეხუთე კითხვაზე. მეგობრებო, ძალიან დაძაბული ჯახია, მართლა ამართლებს თქვენ საათებს. დაალაიქეთ აუცილებლად, გამოიწეთ ახლა, მალე ავიდეთ 150,000 გამოწესოთ თქვენთვის სპეციალ ვიდეოს ვამზადებ. ძალიან მაგარ ეპიზოდს ვამზადებ, თქვენზე დამოკიდებული რამდენად მალე დაიდება. და მადლობა ჩვენ სპონსორს კიდევ ერთხელ ამბასადორ ბეტს. კითხვა ნომერი 5. დაასახელეთ ნივთი, რომელსაც გაართმევთ მეგობარი და არ აბრუნებს. პირველი გინდა რომ თქვა ეგრევე? დიახ. დასაცმელი. აუ არა. დასაცმელი არის მეგობარო, მოიცა გადავითვალო. არა, მეორეზეა დასაცმელი. ნებისმიერი სამოსი ან აქსესუარი, სათვალე ქუდი, მაისური. მარიამ. მეორეზე იყო? მეორეზე, თქვენ თუ პირველს გამოიცნობთ, ისევ წაართმევთ კითხვას. მარიამ, ჯერა შენ ვიცი. მაქვს რამდენიმე ვარიანტი. ტელეფონს ვფიქრობ რატომღაც რა. გასაგებ, მივიღებ. რატო? ფოტოების გამოგებისთვის. არ არის ასეთი პასუხი. მიგაქვთ კითხვა. არა, რთული მისია ქონდა მესმის. ამიკო აგძელებს. ანუ მე აქვე ვიტყვი რომ მე არ ვეწევი, მაგრამ ჩემს სამეგრობოში სულ არის ეგ პრობლემა, რომ აი ერთმანეთის სანთებელებზე აქვს და ერთი წაიღებს და მე ვსო ავიწდება ხომ და სანთებელა რა. აი ხა რა აზრია გაწელვა სანთებელა არის მესამე ადგილზე 16 სწორი პასუხი. თუმცა არ არის პირველი. მაინერ. თანხა ანუ ფული. საღოლ. არის ასეთი პასუხი, მართლა არის. ოღონდ არის მე-5 ადგილზე. 12 სწორი პასუხი. ოზაბა, უცემებო, დააბრუნეთ. ქსენსუს. მიდი ქსენსუს. ერთი წუთი, აი ერთი წუთი არ არის ერთი წუთი, კაი ხომ. ოზის 10 წამი ჩაირთო, რომელიც შეგახსენებთ რომ უფრო ცოტა ავიდრე სტანდარტული 10 წამი. წიგნი გონია მე. წიგნი. არის? ხელი ჩამოვართვი ხელი. პირველ ადგილზე არის წიგნი, მეგობრებო. ხელს მარტო მე. წიგნი ჩემი დედაოთი. რა წიგნი? პირველ ადგილზე არის წიგნი. როგორ ხუთი წიგნი გეტყვია რა წიგნი? 25 სწორი პასუხი არის წიგნი, მართლა. ამიკო. თქვენი ვერსია. მე ხალ ვფიქრობ აი რამე მე ძალიან ზერს კი მეგობრები მყავს ახლა ეგრე. ვაზე ხარ რა და მეგობრები ვართ რო რამე. იტოში კადრისი, ანუ სახლში როცა უყურებ ამ ყველაფერს,
ყველა პასუხი ვიცი ხოლმე, ბიჭო, რა რთულია აქ რო ხარ. მანქანა რა ვითხოვნია მეგობრებთან, ეს აღარ აბუნები ხოლმე. გასაგები. აი, როგორი მომენტია, იცი? გუგა ეს რო შენ გეთქვა და ხელს რო ჩამოგართებდი ეგ მომენტია, იმიტომ რომ პირველი შეცდომა აქვს YouTube გუნდს. არ არის მანქანა, მაინე. ლაშა, პარაშუტი არის თუ არა? რაიმე აკაუნტის პაროლი ან რაღაც გავს. გასაგებია. აკაუნტთან ასოცირებული რაიმე. სტიმი რაღაცის დაუშვა და არ დააბრუნოს კაუნტერის თამაში უნდა რა. მივიღე. ბიჭო, ისინი ვერ გამოიცნობენ მაგას, რა ვიცი. არ არის მეგობრებო ესეთი პასუხი. მეორე შეცდომა და ბატონო ქსენსური. სუნამო. ჩამოვართვა ხელი. ჩამოვართვა? ოტი ძმაო. სამი შეცდომა YouTube გუნდს და გამოვიდა კითხვა TikTok-ის ღარეს. შენ თუ მევიზა. თითო ვერსია, რა მნიშვნელობა აქვს? თითო ვერსია. კალამი. შენი ვერსია კალამი. შენი ვერსია არის? ვეთახავი გუგას, მაგრამ სიგარეტის გონია მან. ოკეი, სიგარეტი კალამი. კოენი ვერსია არის? კალამი რა შეხოს, მეც მაქვს ჩემი ვერსია, მაგრამ შეგიძლია კალამი დაფიქსი და მაგრამ ისე უბრალოდ მაინტერესებს რა სიტყოდი. დანტენის კაბელი რა. აი ხო, იქნება. გასაგები. მაგრამ ამ შემთხვევაში დაფიქსი და გუგას ვარია. კალამი ხო? კალამი და მე გუგას უნდა ჩამოვართვა. ხელი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ არის ასეთი პასუხი. მეოთხე ადგილზე 14 სწორი პასუხით, რაც 14. 14 სწორი პასუხითო. დამტენის რო გეთქვა, იყო დამტენი იყო. მეოთხე ტუჩსაცხი იყო. კოსმეტიკა, მაკიაჟის ნივთები, ტუჩსაც აუცილებლად ჩაგითვლი, ბოლო ადგილზე იყო 3 და მე-6-ზე იყო თმის სამაგრი. 265-ით 193 და ბოლო კითხვა გადაწყვეტს, ესე იგი თამაშის ბედს. კითხვა ნომერი 6, ეს არის ბოლო კითხვა. ძალიან რთული სიტუაცია აქვს. ჯერჯერობით წინ ხართ. დაასახელეთ კერძი, რომელსაც ნაკლებად მშიერი ადამიანი შეუკვეთავს რესტორანში. ხინკალი რა. ხინკალი შეუკვეთო თუ არ გშია ბიჭო. არა, შია და მაინც შეუკვეთა. მაინც შეუკვეთავ? ბიჭო, ვერ კითხვა ვერ გავიგე, ბოდიში. მაპატეთ. ხინკალი არის, სხვათა შეიძლება. ასეთი პასუხი, მაგრამ არის მეოთხე ადგილზე ხინკალი ან მწვადი 10 ადამიანი იძახის. ამიკო, თქვენი ვერსია, პიცა რა. დაფიქსი და პიცა. მივიღებ ამ პასუხს. და არის ასეთი პასუხი. ოღონდ მე-5-ზე, ხო? ოღონდ მე-5-ზე, მართალია. პიცა ან ხაჭაპური არის 7 სწორი პასუხით. ახლა აგრძელებს მარიამ. ფრი რა თქმა უნდა პირველ რიგში. პირველ რიგში არის ფრი, რომელიც რა თქმა უნდა არის, ოღონდ პირველ რიგში არა, მესამე რიგში წერია 22 სწორი პასუხით. ოთო, სუში. აა ძმაო, კაცი შეძგებასება სუში? მეც ვიყავს. პირველი შეცდომა TikTok გუნდს. გუგა გიზმეთ. დესერტი მგონია მე რამე რა, ნამცხვარი. დესერტი. უნდა იყოს. მეგობრებო, არის მე-7 ადგილზე 2 სწორი პასუხით. ლობიანი ხაჭაპურები იყო პიცაში გავიდა როგორც ახლა ჩაიქათა. ავიცი რა არის, მაინც რასაც ვაკვირდები, ცოტა უცნაური პასუხი მაქვს. მაგრამ ხალეულსაც ბევრი უკვეთავს რა. ხალეულ? რავი. მან კაი პასუხი. ანუ მე დიდად არ ვიწყდები თამაშს. ოთო, შეეცდა ხელის ჩამოსართმევი პასუხი არის? გააჩნია. ეს ხელის ჩამორთმევა ვეღარ გავიგე ასე მსახურობ. მეორე შეცდომა, მეგობრებო, არ არის ხალეული. სალათი. პირდაპირ ვიძახე. კიტრი პომიდურის სალათი. მივიღებ ამ პასუხს. არის ასეთი სალათი, კიტრი პომიდურის სალათი არის მეორე ადგილზე 26 სწორი პასუხი. სუნიანი რა, მე არ სუნიანი. არა, იცი რა მაინტერესებს? კიტრი პომიდურის სალათი ნიკუზით რო იყო, შემდეგი შეევა. აი, თუ გადაწყვეტს, მე გეტყვით არის თუ ეს პასუხი. წვნიანი დაფიქსირდა, არა, დაფიქსირდა. სამწუხაროდ დაფიქსირდა, ოღონდ YouTube-ის სამწუხაროდ. YouTube-ის სამწუხაროდ. მე-6 ადგილზე არის წვნიანი 4 სწორი პასუხი და გამოდის რომ პირველი ადგილი დარჩა. ერთი ადგილი დაგჭა და ერთი შეცდომა. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი წამით. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი დრო. ძალიან გთხოვთ. ერთი ადგილი გაქვთ, თან პირველ ადგილოსანი, არავინ არაფერს არ კარნახობთ. ერთი კითხვა მაქვს და რა ცოტა ისე მიჩქვალ ეს საკითხი, რომ სალათები არ ჩახურულა. არ ვიცი, მე თქვენ გადაწყვიტეთ, გეუბნებით. კიტრი პომიდურის სალათი და კონკრეტა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად ასაც უყურებ, აკცესუარები იყო წინაზე და არაფერი არ იყო. არ ვიცი. ცეზარის სალათი. ცეზარის სალათი. არ ვიცი. უეჭველი ეგა.
მაგრამ ხო ეგ არის ხელი არ ჩამო მე ჩამოგართ ქსენსუსა ფიქრობს მე ჩამოგართ ადა თქვი ქსენსუსა ფიქრობს რომ პირველი ცეზარი და არის ცეზარის სწორი პასუხი პირველ ადგილზე ეს იყო 29 და იმდენად ბევრი ადამიანი წერდა ცეზარს კონკრეტულად ცეზარს მაგრამ იყო გამოყოფილი ვერსიები კიტრება მიდრე საერთოდ იმიტომ რომ სხვა რაღაცა აქედან გამომდინარე ცეზარი არის რაც იმას ნიშნავს რომ 100-ვე ქულა 265 იყვნენ ხო 365-ით 193 ძალიან დაძაბული თამაში იყო ნამდვილად გილოცავთ აღსანიშნავი ფაქტია როგორც ყურში ოზიმ კარნახობს და მეუბნება რომ პირველად მოხდა ჯახის ისტორიაში 300 ქულიანი პასუხი წაიღო გუნდმა გილოცავთ მეგობრებო 1000 ლარი გადაეცემა ვარსკვლავურ სამეულს გილოცავთ გამარჯვებას გლიჯეთ მეგობრებო ლაიქს აუცილებლად ავიდეთ 10000 ლაიქზე რომ შემდეგ ეპიზოდზე გადავიდეთ TikTok-ი გაიჭრა წინ მეგობრებო 2-ით 1-ს იგებს ვნახოთ რა იქნება შემდეგ ეპიზოდში მადლობა რომ გვიყურებდით პირველ რიგში თქვენ მადლობა ჩვენს სპონსორებს გენერალურ სპონსორს ამბასადორ ბეტს კრედო ბანკს და სომერსპიც და თქვენ გაგიმარჯვოთ მეგობრებო შემდეგ შეხვედრაზე